მოკლედ ჩემო ძვირფასებო მოგეხსენებათ რომ ამ სეზონის ბოლო გადაცემა გახლავთ დღეს და მე მინდა ჩემი და ჩვენი გუნდის ყველაზე ალბათ მთავარი ადამიანები ჩემო კი ბატონო ვინც ქმნიან ამ პროდუქტს და ლომის წვლილი მიუძღვით ხო? კი ბატონო არა მარტო ამ პროდუქტს მიხოდამარო სცენარისტები ჭიჭიკია და ბიჭიკია სცენარისტები ანეკდოტების შოუს სცენარისტები პაატას და ნიკას სცენარისტები ადამიანები ვიზეც დგას ჩვენი იუმორისტული გუნდი და დიდი პატივისცემით და სიხარულით მინდა ის წელიწადში ერთი დღე არის ხოლმე რომ ამათმა თავის ისტორიები მოყვნენ და ის ისტორიები რასაც სცენარში არ ვაწერიდებთ ხოლმე კი ბატონო მოკლედ მოდი ესე გამოვაცხადოთ რიგითობით სტუდიაში მინდა მოვიწიო უნიჭიერესი ადამიანები ჩვენი მეგობრები საჭირო ხალხი აუცილებლად Așa-se, Coba Barateli, ვასო მიგალაშვილი Sacro Ințirveni, ილია ლოსაბერიძე დიდი მადლობა ისე კითხვის დონეზე პირველივე მინდა გითხრათ ჩვენი რებრენდინგი როგორ მოგეწონათ მუსიკალურად იდეალურია გადასარევ მე გაზმანული ბიჭები მე ფაქტურად ზღვაზე ვარ საიდან ვინა დავიწყო იცი საუბარი ახლა ბიჭებს რო ვკითხოთ მაგალითად მე შევხვდა ერთხელ ერთი ადამიანი რომელიც და მე მეუნეო სადა ხარ ნიკუშ რო არ ჩანხარ შენ ბოლოს როდის ბრახე კაფეცებ ყველაფერი 2001 წელში ბრახა ბოლოს რო არ ჩანხარ ეხლა აქედან რომ უყურებ ძმებო ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს ამ შემთხვევაში სამეულს ნიკოლოზის თამადობით მინდა ვთქვა რომ ეს ამ ბიჭებზე ჩვენ სამი კი გავიზარდით ხო ეს კი რა თქმა უნდა ხო და შემჭამა კობამ ჩემზე იმორზე გაზდილი ხარო და ერთი აპლოდისმენტები თქვენი ჭიერებას და მადლობა რომ ჩვენ დღეს ერთ გუნდს წარმოვადგენთ აი ახალი თაობით და პატარა ბიჭები ვართ რადგან ასე გამომაცხადე ასე იმით მეც გაგიხსენებ ერთ კაი სიკეთეს ცოტა ისურებია შიგნის მაგრამ ხო და ნათელში იყოს მამა რო დამეღუპა ატამ ასლაპარაკობ და ღვინო ჩამამიტანა ხელეხში ჩამამიტანა ღვინო 400 ლიტრი ღვინო თავის ბანკანით ჩამამიტანა და მომიტანა ქუთაისში მომიტანა ამგვარად თქვი ხუთა აх ბიჭო ხა მეთქი ხა ხოდი კაი პატივისცემაა საკმაოდ და თან ეხლა ტრაგედია გაქვს ცოტა დაბნეული ხარ ხო დაბნეული ხარ რას ვლაპარაკობ ნორმალურად არ ვიცი ის კერა ერთმა რომ გითხრა გასვენების დღეს რომელ საათზე გამოყავთ და მოვთხარ 3 საათზე ბუნდღა აღარ იქნება მაგას მაიცი და ინახით პატა ხო ჩამოვიტანა ეს 400 ლიტრი და ხო გადმოვტვირთეთ და ახლა მეც ხო მინდა 800-ია მომნო ბოლო სიტყვით მაინც რაღაცა და მადლობა პატიკოც מחარ და მას არ დაგივიწყებ მოვთხარი და მამა რომ მოგიგდება მეც რაღაცას ვიზამავ ძალიან დიდი მადლობა არა ამ ისტორიაში ყველაზე კაი ამბავი რა იყო იცი ვავაჩები უკვე გარდაცვლილი ციცარაფსო არა მე მე არ გამახსენდა ეგ ვიცი მე მაინტერესებს კაი ქელეხში დაილია 150-200 ლიტროვე და შეიძლება სად არის საცეი არ ეთყობა იმის მერე აქ შაქარი დანარჩენი ვიზა ჩემი არის პანაშვიძე მამა ჩემის ნათესავი და ასე რო იციან ხოლმე ახლა ახანასე მხიარულად წავედი პანაშვიდების რო იციან ხოლმე ახლა ვითომ აუ რაღაცა და წავიდა უკანასკნელი მოხიკანი ჩავდექი აწიმეც რიქში ასე დილობისთვის რას ამბობ მოუთხარი რას ამბობ არ ვამბობ ახლა სახელს ხო არ გადავირია მოუთხარი და ვცდილობ რომ დავაწყნარო აქაც შეგნებულად რასლა რა დროს შენი სიკვდილია ამის თქმა მინდა რას ამბობ შალოვიჩი მოუთხარი შენგან იმდენი
პატივისცემა და იმდენ თან გადაყოლილი ხარ ჩვენზე, ურიგოთ, ჩალმოვით, ურიგოთ. ეგრევე იწურებდო. 220-ზე, 320-ზედაც. მაგაზე ის გამახსენდა რა. ერთი ანეკდოტი რა ხა, რადგან ამაზე წავედით რა. ერთი კაცი გარდაიცვალა რა რეგიონში. ხო და რაღაც ეხა თან ისეთი კაცი არ იყო, გაიგერო ეხა ყველა მისული ხო აცხა ისეთები რო არიან რა, უმარილო, სუბუკატრო ვთქვათ და ბოლოს სიტყვა იცოდნენ ხოლმე ადრე, არ ვიცი დღეს იციან კიდე აი რაღაცა ვიღაც ადამიანი გამოდიოდა და რაღაცა ლაპარაკობდა რა და ახლა ამათ მოვთქვა რა ესე ხო არ დაგვგზავნოთ კაცო ვიღაცამ რაღაცა უნდა ხო თქვასო რა და კაცი არ იღებს ხმას მთელი სოფელია შეკრებილი და აბა ვინ იტყვის არავინ არ იღებს ხმას და ერთმა აიწია ხელი ტრაქტორისტმა რა გახედეს ყველა ამას ხა რა სიკეთე შეიძლება ამისთვის ქონდეს გაკეთებულიო და აბა გისმეთო რავიო კაცო მე აიქო თქვენ ეგრე მთელ სოფელს ვერ შეკრიპავთო და ვინმეს დეტეს პალეტს ხო არ გიგდიათ სახლში აუ დაახლოებით ეგეთი არის ვასკა დაახლოებით იმ კომიყვებით ახლა პანაშვიდის სურამში ორი ავთო ახლა მამაჩები და მამაჩემზე ისტორია ხო არ მელევა საერთოდ და მონტიორი იყო ერთი საწყალი ცხონებული ავთო გარდაიცვალა ტექნიები რა და ჩვენი სახლის ტელეფონი იყო 271103 და ელქსელები იყო 0311 რა ანუ სურამში მუშაობდა ელქსელები ყველაფერი ტელეფონი და ყოველთვის გვირეკავდნენ რომ გაითიშებოდა ავთო ჩართე დროზე და რა ვარ თქვენი აგირებდა გარდაიცვალა ცხონებული ელქსელების ავთო და ატომღაც გაბაზდა რომ მამაჩემი გარდაიცვალა და ავთოს მაგრათაშინია მამაჩემს სიკვდილის რომ ის არაშინია მე ვგიჟდები ის არაშინია მაგრამ ერთი გამოთქმა აქვს როგორი წარმოიდგინე ღმერთო ჩემს სიკვდილს არ მომასწრო ღმერთო ჩემს სიკვდილს არ მომასწრო არ ვიცი ვასკას მომასწრო აქედან აი ის გოჭიც ვერ შეიცვალო ის გოჭი საგა ის ტახია უკვე დარბის გლიჯავს ყველაფერს აი ეშვე არა და 4 წელია ცდილობს ვასკარო გაგვაქვს ხოდა მოკლედ ზოგმა გაიგო ის საწყალია ცხონებული ისა რა ქვია გარდაცვლილი და ზოგს მამაჩემი გონია და მამაჩემის თანამშრომლის მეუღლეს ერთ-ერთს რა გონია რომ მამაჩემი გარდაიცვალა და საწყალი ქალბატონი მოდის და აი დიდი ვარდები უჭირავს ხელში და მამაჩემი რო დაინახა შოკში ჩავარდა ხა გარდაცვლილი გონია და ეს ვარდები გაუვარდა ხელიდან და თო და ხონ სანსიხარო თან შიში წარმოიდგინე და მამაჩემს ყავს ძმაკაცი ერთი მირზა მაგარი კაცია და რო დაინახა რომ ეს ქალი ძალიან ტირის და შეწუხდა ვასილიჩ ბიჭო მიდი დახვდი ზალაში სირცხვილია მაგის კარგი ახან ასეთი ისა გვაქვს თება რა აბარე მეც მოყობი ერთს არ მახსოვს ეს მოყევი თუ არა თუ ის თუ არა ერთი სიტყვით თუ არა ძმები არიან ძმები რა და სადღაც კეიფობენ და ვიღაცა მუთხრა რომ გარდაეცვალათ ნათესავი რა აი ბიცოლათ რო ეკუთვნით და რაღაცა ეგეთი ის არის ესენ ახლა დაირაზმენ ორივე თვალები რო არ მივიდეთ ამიშალდა მივიდნენ ახლა მაშინ აქვია და დაარტყეს ეს საპატიო წრე და გამოვიდნენ და აივანზე განანი ხოიცი და 1-3-4 კაცი და აგერ კარებია შიგნის ლუქუნია ხალხის და რა კითხვა უნდა დასვა ნახა როდის მოკვდა საძღალი ეს მებია როდის მოკვდა და იქ გაიგო ნახლა იქ იმან რა ქვია ეს რო ჭირისუფალმა და მოატირა იქიდან დილა იყოვო დილაო ოუ დილავო მაგ მიმართულებიდან აი გიჟდები უბრალოდ კლასიკაა ჩემთვის რა ვიხომ რომ ძალიან ცუდი სიზმარი ნახა იმ საშინელება ეხა ყველას დაგვსიზმრებია რა და აუ გამოიღვიძა ღამია თან რა ხო იცი დღეც რო არ დაგხვდება უბედურება რო ხდება და გაიღვიძა და წაარტყა რა მაროს ხელი რა რომ უნდა მოუყვეს რა უთხრას და აი შეციებულია უკვე რა ყარია და გადმობრუნა და ვერთო კიდე კაი ამაზე გადამატარია ამაზე ილო
ჩვენი გაუცინარი ხემდი რატო წელს შენ იუმორს არასდროს არ იცი იმდენს ეს რა ეს ხო არა გაკრამი მე უნდა მოყვე ისეთი ისტორია რა ანეკდოტი უბრალოდ ჭიჭიკა და ბიჭიკაში ვერ გადავიღეთ რა ესეთი ანეკდოტია და გული ხდება ხო დილის ხას სწორად რომელი არის შანსია ხო არც სატელევიზორ სივრცეში არ მსმენია ეს ანეკდოტი მე პირადად მოკლედ ესეთი ამბავია რომ ოჯახი მიდის მანქანით ტრასაზე რა სადღაც და არიან დედა, მამა და უკან ორი შვილი არიან და რომ მიდიან საქარე მინაზე წინიდან ჩიტი შემოასკდებათ რა. დაეჯახ. ხო, დაეჯახება და ეს ჩიტი ახლა არის ცოცხალი, არ მწკვარია ფართხალებს და ბავშვებს შეეცოდებათო, წავიყვანოთო სახშიო, იქნებაო გამოვაკეთოთო რა და ამ შოვლებიც ახლა ვერ ეტყვიან უარს და მიიყვანენ ის პერიოდია რომ გაბრუებულია რა, არ არის გონზე ეს ჩიტი და ნუ უკურნალებენ რაღაცა იქით აქეთ და მეორე დღეს იღვიძებს ეს ჩიტი გალიაშია აქეთ პური აქვს, აქეთ წყალი. ჩავხოცე მეგონი მაგის ოჯახი ჩავხოცე ხალხი ოჯახი ჩავხოცე კარგია მაინც მე კიდევ ჩავხოცა გუშინ აქ რომ მოვდიოდი მან ეს ხო იცი მე რაც ვენილი მძღოლი ხო თან მე დავდივარ ნელა კობაზე უნდა ვინმეს რა გაუჩერებ მაგარა საგიყვან სახლან არა მეჩქარებაო და მეჩქარება არა მეჩქარებაო ისე ნელა დავდივარ და გადამასწრო როგორც ბეტონმზედები რო არის ტრიალებს ჯერ იმხელა მანქანაგერა კაცი რო გამილვის იმის ბეში მიქსერი რო გაგაცრებს დატვირთული ზილა არა გადასწრებაზე კი არა ზილო იმაირად ჩამეჭრა 99.9 უკვე ის იყო ავარია და უეჭველი ჩავბეტონდებოდი სამუდამოდ ზეგლის და ნუ გავედევნე სიგნალები და სიგნალები გამული სიგნალი რასაც ნიშნავს ხეიცით და მე სადაც გააჩერა რატომ აგინებ გინაღარ ჩამკალი მოვთხარი მაგალაში დაბა ახლა ყანწით ხوار გამოგეკიდებოდა საქერძელოს ხوار აგეჩქარება მოვთხარი გამიცივდებაო ბეტონიო მე მაციებდი სამუდამოდ შეუპატრონო და ბეტონის გიცეება ესე კობას და მანქანის ისტორია არის ყოველთვის ძალიან ისეთი და მე კობასთან კიდე რა ვიცი ჩემი სტუდენტობიდან მოყოლებული პედაგოგა სულ ასე ერთად მოვდივარ და ბევრი ისტორია მივდივართ ერთხელ ქუთაისში მაშინ ყავდა ოპელი და ამ ოპელზე თუ მჯდარ ხარ თვინმე არ ვიცი ეს სიდენი ეგრეთ წოდებული მოტეხილი როა სამხარი და ასე როა გადაწეული როჯდები სახე აქეთ ხარ აქეთ ხوارი მასაჟის რო ელაპარაკებ ხო ასე ზიხარ არ უნდა დაიკავა ხელი მივდივართ ბიჭო გარბის ამ მანქანით თან ეს ხელი ხო უნდა ეჭიროს ასე ვერ წაიყვან ცალი ხელი იმიტომ რომ ასე ვარდები მიირთმევს ბულკს თან ფუნთუშაც არა იმენა ბულკი დიდი პიყვირა ბულკი ხოდა ტელეფონზე დაუჯდა ელემენტი ახლა ზადრიდელი ელემენტი რო ეცვლებო და ბულკის ჭამა მოტეხილი სიდენიაზე ზის და ცulis ელემენტი პოტენციური მიხელ გაბრიელმა დაარტყა თორმუზი თვითონ წერა ადრია ჯერშვილო თქვენ მე რა მოგიყვა შეგოში მივდივარ და საცობია როგორი იცი მეთქი ძმაო არ უნდა იყოს ამ დროს შანსი არ არის ასე დროს ეხლა საცობი იყოს არა და საცობი სულ არის galaxy მე რაღაცა დროის პერიოდი არ უნდა იყოს საცობი და გავხედე და კობა მიდის ძალიან უკან მივყვებით მანქანებით ყველა ერთად თეგეთასთან რომ მოუხვია რომ ხო მოუხვდა და გაიარა მანქანები და ყველა გამული სიგნალი არა აღარც ასიგნალებდნენ ზაქრო როგორ ახლა აი კარგ ხალხში მოვხვდი კარგ დროს ვატარებ ისე სხვადასხვა მოსმენა უფრო მიყვარს ვიდრე გიცნობ მე მგონი მაინც არ ამცდება რა ზაქრო ჩვენს ტელევაყურებელიც ალბათ ხო იცნობს ახლა თავისთავად ჩვენ გვაქვს ცოტა ისეთ ზაქროს აქვს ძალიან სხვანაირი რა იუმორი რა ამის თქვა მინდა განსხვავებული ისეთი რაღაცები რადგან შავებით დავიწყეთ ერთი მოშავო მეც გამახსენდა რა პროფესიულია მოკლედ ასევე გადაღებაზე ვიყავით გარე გადაღება ქონდა წლების წინ და პროექტი იყო როგორ იცი აი
თამაშებს ვიღებდით ხოლმე, ორი ადამიანი ერთმანეთს ეთამაშებდა რაღაც სახალისო თამაშებს, ნაწილი სტუდიაში იყო, ნაწილი გარეთ. ეს გარე გადაღება რუსთაველის გამზირზე ვიღებდა, თამაში მოკლედ ესეთია, მოთამაშემ უნდა იპოვოს რაღაცა განსაზღვრულ მოკლედ დროში, რაც შეიძლება მეტი, 3 შვილის მშობელია, ან დედა, ან მამა და აჩერებს. ადამიანს ამდენი შვილი ყავთ, 2 არ მეთვლება, 3 თო yes მეთვლება და უხარით მოკლედ ესეთი თამაშა და ეხა ოპერატორი მისდევს ესა თან დავდივართ მე უკან როგორც პროდიუსერი ამას დავყვები და მოთამაშე ხო მიირბეს მოირბეს ეძებს და გააჩერებს ერთ ადამიანს რამდენი შვილი ყავთ 2 მივარდება რამდენი შვილი ყავთ 3 ეს არის ჩამეთვალა გარბის მოკლედ და აზარტია მოკლედ იმატებს და დავსდევ და ბოლოს ერთ კაცს აჩერებს წამებია დარჩენი და რამდენი შვილი ყავდა იმ კაცმა 3 შვილი მყავსო, მაგრამ მესამე ძალიან ცუდად არისო და ხა საავადმყოფოში მივდივართ, რომ იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ზაქ რომ მესამე ცუდად ყავს და მეთვლება? გიჟობა. აუქრა გამოდი აქეთ. გამოდი აქეთ. აზარტი რა არის, მაგრამ საკუთარი ეხლა აზარტზე მინდა გითხრათ ერთი ეგეთი ისტორიაა რა, ძალიან თავს ვიკავებ ხოლმე ამის მოყოლიდან მე თვითონ, მაგრამ სანადიროდ წავედი. აუ ძალიან. ეს ნადირობა არის არც ჰობია ჩემი, არც მოწოდება მით უმეტეს და საერთოდ არ მიყვარს ნადირობა. ნუ უნდა წავიდეთ არის ამბავი, ნუ რა თქმა უნდა კახეთში ჭაჭუნას ჭალებს ეძახიან, დედოფლის წყაროს გაცდე და წაჭახვიდე. და ნუ არ ვიცი ხა რა ზუსტი ინფორმაცია არა. ზუსტი ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ ძალიან ბევრი გიურზაა რა. ძალიან ბევრი. და რომ მივდივართ გაგვაფრთხილეს რა. მე არ ვიცი უკვე ჩავედით ამ ჭაჭუნას ჭალებზე და წამოვიდა ეხლა ამ გიურზაზე საუბარი და ეხლა ცოტა გულმარეჭი მიყო რა რომ ეს რაღაცა არ მომეწონა და ასე ვთქვათ გიდი ვინც იყო აი ტიტველი ფეხებით რო დადიან კაცები ხო ეს დიდი ხელები რო აქვს და ეკალი რამე რო შეერჭობა კი არ შევა პირდაპირ გამოიღებს აი ამ ხელა რაღაცას გადა სისხლი მოდის ყველაფერი აიღებს ტალახ შეიზილავს ამ სისხლში და გააჩერებს რა აი ესეთი კაცია რა ესა და ბატონ ჩემეთკი ვეუბნები თან ვარ რემბო კაცო რემბო მაცვია რა ჩვეულები რა ყველაფერი გაქვს ფილმი ნახეთ გაზმულობა ყველაფერი ფილმი ნახეთ თავისი შავი ლენტი კაცმა კი გადმოხედა რომ გადმოვედი ვაქაიდან და მეუნები რომ აქ მეთქი რაღაცა საუბრობენ აქ მეთქი და მართლა არის მეთქი გველი აქ ხო არ შემოუხედავს მე ეგეთი ხმა ის მიდის წინ რა ასა ვარო როგორც ღვინის ქარხანაში შლანგი ეგრე ყრიაო ეს უნდა იცოდეთ ღვინის ქარხანაში რამდენი შლანგია ხო წარმოგიდგენიათ ხა და გავცივდი რა და პიკაპზე ავედი აი დაახლოებით არის დილა რა ადრე უნდა იყო იქ აი 7-ისკენ და აღარ ჩამოსულ იქიდან რა მოკლედ მოინადრეს რაღაცა და კაცო შენ ძელი ეს ისენი ნადირობენ შენ ზიხარ პიკაპზე ხო აბა კაცო არ შემონდა არაყი მქონდა წაღებული დავას მე ესენი შორს გავიდნენ დაქოქილ მანქანაზე დამტოვეს ვერ წამოვალ მეთქი ვითომ ფეხი ავიტკი ეწნევა მოვიმიზეზე მაგრამ ყველა ხვდება ხა იქაურობი რომ მეშინია და ეს მექილიკებია მე ესენი რომ წავიდნენ ეს ჭაჭაკი ჩამოიცალა და ერთი ჩამოსვლა ჩამოვედი ამათ მითხარი ვიღაცა ხო არ გონივა და რაღაცამ გაიფაჩუნა ავარდის ეხლა ადამიანები ვართ კაცო და ბუნებრივი მოთხოვნა მთელი დღე რა ცუდათა ვარ რა უკვე ძალიან ცუდათა ვარ რა ვეუბნები ავიდით რა არ გვინდა ეხლა დაღამდა იქ გავაგრძელოთ რესტორანში არაო რა სამფო აქ უნდა დავრჩეთო და დილას კიდე უნდა ერთი წრე კიდე უნდა და გნოლკაკაბზე დადიან არ მინდა ვეუბნები ეს ბაჭია რა არ მინდა რა არა გინა თუ არა ნუ გაუსაძლისი ხდება ეხლა მოითმინეო მონადირის სახლში მივალთო და იქ არის კომფორტი აი აუ ამოვისუნთქე მეთქი რაღაცა კონდიციონერზე არა უნდა მაგას სიცივეში არა მეთქი აბა რა უნდა ჩავკიტა რა და მივედი გადაღუნული ქოხი დგას მონადირის სახლში ეს არის მეთქი ხო აბა რა ხა ეს
ხა მეოთხე საპირ არა შიგნით არ მუშაობს კაცო არ მუშაობს აი იქ რო არისო რა ობორნიას რო ეძახით რა აი კარიო ეგო იქ და ხედავ რომ მარტო სახურავი დგას იმდენი ბალახია რა ჩას მარტო ხა ვიჯო ვიძახი გიურზა ზა მაზალოა რა ჩახდილზე რომ იკვინოს ეხლა იმან საცა მიყვანე სად მიკმის არ ვიცი თანამშრომლობაში გავარკვიე რომ შენ თუ არ ცნობ თან უნდა ვიცნო ეხლა გიურზა მე რომელი გველი მიკმის თუ არ იცი რომ გიურზა არის და სხვა გველის ნაკმეზე ესე იგი გიურზას საწინააღმდეგო ის გაიკეთე იქვე გკლავს არ ვცნობ კაცო მე არც ედგოებ სახელზე და რა ვიცი ხა არ ვიცი რა ნუ ეხლა მეთქი რა ვქნა მაშინ მოდი რა ვქნათ მეთქი ძალიან ცუდა ვარ და პიკაპზე ვარ ისე აი პიკაპით რომ მივიდეთ მეთქი რა ამ რადნით ვიმაყენე აპირფარეშოსთან და რო თან ეს გათელავს და კარებიც ანუ რომ დგავარ აი ესე ვაღებ რა კარებს ესე ვიხედები რა დაბლო ნუ რაზეა ლაპარაკი თან მაგრად მეღადავებიანო ატყობ მაგრამ პიკში ვარ უკვე რა შანსი არ არის რა კარტეჟი ეგრეთ წოდებული მიდევს იმაში და მიგიყვანეს დგავარ და მივდივარ ბუნებრივი მოთხოვნებისთვის პალეში გავარ მივედი გამოვწიე ჩავხედე კარგად დიდათ არის ეტყობა ვიღაცა მიქვია აწყორ აი ხო არის რომ რაღაცნაირად ამოჭრი რაღაც აი დიდი ამოჭრილია რა ეს გადავიხედე ისე რა ეთქი არაფერი არ არის მაგრამ აი რომ უნდა ჩამოვდგა ფეხი ვიფიქრე რომ ფიჭო აქ რო იყოს ეხლა რამე რა ვქნა მე ეთქი ხა ამას იმაში და გადმოვწიე ეს თოფი და მეთქი შიგნი ვისვრი და ხმაზე ესე მაგ და პუჰ რო გააკეთე და ერთი ეს მოვასწარე აი როგორ ჩურჩხელა ხო გინახი აუცა დღეში ჩავარ ჩემი საყარლესი ესე ვარ აი მთლიანად რა ეს კაცი ვერ მკიდევს ეხლა წყალი არ არის არის ეს ბალახი აი ფეხსაცმელები არ გაგიწმენდია ბალახს ეს კაცი ეს დიდი კაცი ესე წმინდავს და გამომიყვანა მოიდა აიყვანე ცენტრში ეს და ში ჩავარ და იქ მახდა გოგა ბარბაკაძე რა რამდენივე ხვეწი არსად არ მოყო მეთქი და ჩამოსულები არ ვიყავით თელმა თეატრმა იცოდა ასეთი ჰობია და იმის მერე მე არ ყოფილვარ სადაც ახლა შვებულება იწყება დამარქვეს დედოფლის წყაროში ჩურჩხელა პაატი ხადი შვებულება გვეწყება და წავიდეთ ეხლა მომინდა ის აი ნადირობა საკანტერი არ არა გენიალური ისტორია არის გაიხეთ აი მერიდებოდა ხოლმე ანუ მაინც ოპებოდნენ არა გაისროლე მაინც კი რაღაცა ხო მოკალე ახალი ისტორია მაგაზე ძაღლზე ეს ძაღლი ჩემი ძაღლი საკროს მოუღე ხო ხედავ რომ არ უნდა თქვენთან ცხოვრება იმ ძაღლს დალი ხაბრუნებენ ანუ ეს ძაღლი რა როგორ იცი ანუ ძალიან უყვარს ხალხი რა და გადის და ბავშვებს მართლა რა ბავშვებს თამაში ხო და ერთადერთი რასაც ვერ იტანს არის ცხენი და ხალხი ცხარა ხალხი უყვარს ცხენი ხო და ზაიხა ზაფხული ერთი კვირის უკან გავიდა სახლიდან და აღარ დაფულებულა ეს ჩემი ძაღლი და ჩემ შვილს ვეუბნები მიდი მეთქი შვილო გახვეწები ერთი წრე გააკეთე სადმე იქნება შანსი არ არის აქვე ახლოს ეს ძაღლი ხო დაიგარგა და გავაგზავნე ჩემი შვილი რა და საგამოს პერიოდია ჩვენ უბანში ასფალტია დაგებული და მწოლიარე პოლიციელს რო ეძახიან ეგენიან ერთი 4 წალი რა ფაიტონი გამორბის როგორ აი თუ გინახავთ ახლა ჩვენ ესე მოდიანენ და ტურისტები მოყავს რა ეს დამსვენებლები და ფაიტო და კოტეში რომ უარბენ ხო ფაიტონი გამორბის როგორ იცი აი
ცხენები ხო თენახტობებს აკეთებენ და უკან კალიას გარასაკე სადღაც ხანში შესული კაცის ხან ცხენზე დაეცემა კალიას კაცზე ბიჭო მეთქი ვინ მოყავს ასეთი ასე ვიშეჩქარება და გავხედე და ქვემოდან ჩემი ზაღლი კოჭებში ამ ცხენს ნუ ეხლა რა ვიცი რა სიმარ მაგინა ამ ზაღლს აგინებდა და მე მაგინებდა რა მნიშვნელობა ეს რომ მომიახლოვ და ეს ზაღლი და უცბად საკელო უკეთე და ჩავავლე ხელი და სახში შევარდი ეგრევე და მაინც რაღაცა თვალი გამექცა მეთქი როგორ გააჩერებს ეს კაცი და კალიასკის გაჩერება ძალიან ისა ეტრის გაჩერება ძალიან რთულია როგორი ხმა ის უნდა მოსახვევში შევიდა და რომ იეფარა თვალს მე მაშინ დავიშვა და ჩავკეთე კარი იქვე რო არაფერი მოუვიდა ჩემთან ეხლა თუ ამას უყურებს ბოდიში ჯიგარო არა შენი ბრალია ზაღლია ზაღლია სხვათა შორის ზაღლები ასევე ძალიან ერთიან ხოლმე სკუტერებს რა მოპედებს და ჩემ შემთხვევაში ხა როგორ შემთხვევაში ჩემი არის მე მყავს მოპედი იცით კარგად ჩემი არის უხმო ელექტრო ხმა არა აქვს და შენაკეთებ ხოლმე ხო მე არ ნახე როგორ შემთხვევა რომ გამოვჩნდები ხოლმე ქუჩაში ყოველთვის ხა ზაღლი ყოველთვის არის ჩასაფრები და სკუტერი გამოჩნდა მოდის და ესე მოემზადება ხოლმე და რო ჩაული უხმოთ ორე დაბლო რატო უნდა გამომეკიდოს ვეღარ ხდება იმიტომ რომ არ ვაწუხებ და დარჩება ისე გაოგნებული რატო უნდა გავეკიდო მაგრამ პირიქითი ეფექტიც ქონია რა მაგალითად მე მაქსიმალურად მარჯვენა უკიდურეს კიდეზე მივდივარ ხოლმე ტროტუართან ახლა წრაად უხმა ჩემთვის 20 აქვს სულ სიჩქარე და მე მივდივარ 18 და წრაად მივდივარ ეს უხმოთ და უცებ ჩაი არა როგორ მომოტო მიცი აი თელი საბურთალო გაავი რაღაც ხმა ეხა ხო შემოიღეს ჯარიმები მაგაზე მოგეთ ეგეთმა ჩაი არა და ტროტუარზე ასაკოვანი ხალბატონი მიდის და ყველა შეგვაწუხა ამის ხმა და ჩაი არა და შემომიბრუნდა ეს კალე გამისკდა თავი გამისკდა თავი შენა რა პეჟუე რა ხალბატონო შეხედეთ რა მას არის ზალზე გამახსენდა თელავის თეატრში რომ მიდიხარ ორი გზა არის ერთი არის ასე თქვა მეორადი გზა არის ესეთი აი საცალფეხოც დავარქვათ რა მანქანა კი ეტევა მაგრამ ისინი ჩამოხვიდე გამოვიდა იქ იყო კაცი რაღაცას ზაღლი ყავს იმას არ ვიცი ის არ ბერდება რა სულ იმ ხმაზე ყებს რა ვერ ვხედავ იმ ძაღლს ოღონდ აი ბავშვობიდან ხმაზე ვცნობ რა ხოც აი ღობესა და რკინის ღობეები იყო მაშინ აი აქ აი ამითი რა თლიანად გამო მე ეს აღუნა რა დროთა განმავლობაში და აი რაღაცნაირი ძაღლია რა შოქში როა ხო რა და მოვდივარ ახლა მე და აი ამის ღობის აქეთა მხარეს არის ალბათ 3 მეტრაზე მეტი კედელი ბეტონის და იქით არის უკვე ტენისის კორტები 11 საათზე იწყება ხოლმე რეპეტიციები თეატრში და ზოგადად და იმ დროს მიდიან ხოლმე სპორტსმენები სავარჯიშოდ და ეხლა მამაკაცების თამაშობი რა თქმა უნდა მაგრამ უმეტესობა გოგონები ხო თამაშობდი რა იმას ტენის და ერთი გოგო მომწონდა რა კაცო კაი გოგო იყო რა თან სპორტსმენი ტენის თამაშობს რაღაცა და იმ დროს იყო ხოლმე და მე ავდიოდი ხოლმე მესამე სართულზე და თვალყურს ვადევნებდი როგორ ვარჯიშობდა აი მანძილი როგორ არის იცი რომ აი შორი არ არის რა ესე დაინახავ რომ უყურებ აი სალამი და რაღაც როგორ ხდება მოვდივარ ეხა ჩაფიქრებული და ვიძახი რომ ეხლა 11-ია ისიც მოვა და ამ ღობეს ამ გამექცა რა ფიქრი ამ ზაღლზე ვეღარ ისქენი და გარეთ ყოფილა აი ამდენი წელია ეტყობა გადაწყვიტეს ოჯახმა რომ უშვებდნენ და იყო კაცობრიობაზე გამწარებული გარეთ იყო ესე და აი პირველად დავინახე აი ვებერთელა ხბოხო გინახია რაღაცნაირი აგრესიული აი საშინელებათა ფილმებში რო ზაღლები არიან ხო იცი და ვაუ რო გამოვარდა და აი არ მახსოვს რა უსპათ ვარ კორტებზე ეს ავიდა ვარ თეთრი და მეტრანახევარში ის გოგოა ოღონდ აი დავხტი თუ არა და დავიწყე თომი ქავად ეს მიყურებს და
ძაღლმა მოგარბენინა. ო მეოთარი, მესამე ხარ დღეს. კარი თელავი შენეს კურტები დადიოდა თუ მე მეგონა რომ მე ვიყავი მარტო. ჩვენ მეგობარს ყავდა ზაღლი ყავდა სოფელში ჩვენ მეგობარს რა და ხო გახსოვთ ბურთი ბაკები როა. ხო. ბურთი ბაკები როა დიდა. ბურთის ფორმა რა. კი. 10 ტონიანი ბაკი და ეს ასე ხო კარკასზე ხო იდგა რაღაც კარკასზე და ამის ფეხზე იყო გამობული 10 წელიწადი ეს ზაღლი. არავის არ ახსოვს ეს ზაღლი აშვებული. 10 წელიც არის ეს ზაღლი და 10 წელიწადი აბია ბაკზე ჯაჭი. გამოვიდა მაგარი მეკარე. ხო და ერთხელ მეგობრები კეიფობენ ახლა ჩვენი მეგობრის სტუმრად არიან და რო შეთრენ ერთ-ერთმა თქვა რომ ეს არის მოზრდილი ზაღლი, კარგი ჯანზია, დიდი ეს ზაღლი. ამის ძმა იქნებოდა, მე მოვყევ. სავარაუდოდ. ხო და უნდა აუშვა ეს ზაღლი ერთი ამის ბიძაშვილი თუ ძმაკაცი იძახის რომ უნდა აუშვა არიქა არა უშვა ეს თვალი რო არა უნდა აუშვა არიქა არა უშვა ბოლო მინის ასაშვებად ამათმა ვეზობლები გააფრთხილეს გადაიმალეთ პირველი სართულიდან მეორეზე ავიდა ყველა რომ იმ ზაღს უშობენ გლიჯავს ზაღლი აქამდე აქ საყელური ღანდახა გადმოტანილია წელზე უკეთია რო შედის ვინმე რომ ეს უეჭველი შეჭამს ვიღაცას და გადამალეს მეზობლები ყველა ბავშვები დიდები თოფებით არის შეერაღებული თუ შემოვარდა რა გზაა სხვა და მივიდა ეს და აუშვა ესე იგი 10 წლის მერე ზაღლმა თავისუფლება იგზნო იმ 3 კვადრატს არ არის გაცილებული 10 წელია და მოგლიჯა ზაღლმა გავარდა ირბინა გაუსხრა გულ და მოგ ვერ გაიხარა სირბილში ანუ იმდენად ამას ვერ მოზომა ხანი არისო ვერ მოზომა ნარკვითას ვერ გავუძო შენ